დღეს მე მოგიყვებით UFC-ს ყველაზე მაგარ ამბებს. დანა უაითის განცხადება. მზად არის თუ არა თეთრი სახლის ტურნირი. ისლამ მახაჩევის ინტერვიუ სერბეთში. კამარუ უსმანი წელს UFC-ს 2 ქამრის მოპოვებას გეგმავს. მოდი დრო აღარ დავაკარგოთ და დავიწყოთ. შენ კი დაალაიქევით და გამოიწერე არხი. დანა უაითმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ტურნირისთვის მეტოქეების შერჩევა უკვე დასრულებულია. ჩვენ 2 განსხვავებული ვარიანტი გვაქვს. თეთრი სახლის ქარდის გაფორმება გასულ კვირას დავასრულეთ, განაცხადა უაითმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ UFC გეგმავს ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის ტურნირის მთავარი მოვლენა იყოს. ასევე მოსალოდნელია, რომ ისლამ მახაჩევი თავის საჩემპიონო ქამარს დაიცავს უფრო გვიან ტურნირებზე, იანგარის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის ამ ბრძოლის მთავარ კანდიდატად ითვლება. ერთხელ რეპორტიორმა ჰკითხა კონორ მაკგრეგორს, თუ როგორ გადის მისი დღე. მან უპასუხა: ბრძოლები ჩემს თავშია 24/7-ზე. ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ამას უკავშირდება. მე არაფერს სხვას არ ვაკეთებ, თუ ეს ბრძოლებს არ ეხება. ძალიან მადლიერი ვარ, რომ სახლისკენ გზა ვიპოვე. მოემზადეთ შემდეგი 10 წლეულისთვის. მაქვს გრანდიოზული გეგმები, კოლოსალური ბანკი და თანამედროვე მედიცინის სუპერძალები. მაგრამ მთავარია მე მყავს ის. და შემდეგ კონორმა მამაოჩვენო წარმოთქვა. თქვენ ჯერ არაფერი გინახავთ. შენი აზრით, მოახერხებს მაკგრეგორი დაბრუნებას? ხაბიბ ნურმაგომედოვი სრულიად გავიდა რუსული ბიზნესიდან და ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახორციელებს. UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ-წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა სრულიად შეწყვიტა სამეწარმოო საქმიანობა რუსეთში და კონცენტრირდა პროექტებზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. წყაროების ცნობით, ახლა სპორტსმენის ძირითადი შემოსავალი საზღვარგარეთ ფორმდება და წელიწადში დაახლოებით 46-50 მილიონ დოლარს აღწევს. 2021 წელს ყოფილმა მებრძოლმა დატოვა ძალიან ბევრი პროექტი რუსეთში. გამოცემების ცნობით, ის გავიდა ფონდი როსიდან და თავისი სახელობის საქველმოქმედო ორგანიზაციიდან. ასევე აღარ არის ტურისტულ ფირმა ჰიკმეთ თრეველში და ტანსაცმლის ბრენდი სილდი გადავიდა მის ძმაზე. ასევე მას შეწყვიტა პროვაიდერ პირველ მობილურის თანადამფუძნებლობა. მებრძოლთა კლუბი იგლსი მან გადასცა ზიუდინ მაგომედოვს, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს გაფლანგვისა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის საქმეზე. ღია წყაროების თანახმად, ორგანიზაციას დაბლოკილი აქვს ანგარიშები, ძირითადად საგადასახადო დარღვევების გამო. ამასთანავე საამიროებში სპორტსმენის ბიზნესი ზრდას გვიჩვენებს. იქ მან ახლახანს გახსნა სპორტული დარბაზების ქსელი ხაბიბ ჯიმ, რომელსაც წელიწადში 6 მილიონ დოლარამდე მოაქვს. გარდა ამისა, მან შეიძინა პრომოუშენი გორილა FC 1 მილიონ დოლარად და გადაარქვა სახელი Eagle FC-ით. საამიროებში პროექტების საერთო შემოსავალი წელიწადში 10 მილიონ დოლარად ფასდება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისში ცნობილი გახდა ნურმაგომედოვის დავალიანება ფედერალური საგადასახადო სამსახურის წინაშე 309 მილიონი რუბლის ოდენობით. ეს კი დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. კამარუ უსმანი წელს UFC-ს 2 ქამრის მოპოვებას გეგმავს. ჯერ ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ იბრძოლებს. შემდეგ კი ავას საშუალო წონაში, რათა გამოიწვიოს ხამზად ჩიმაევი. ამის შემდეგ კი 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს კარიერის დასრულებას. ისლამ მახაჩევის ექსკლუზიური ინტერვიუ სერბეთში. პირველად ვარ სერბეთში. აქ დუბაიდან ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, სასტუმროს გარემო ისეთი კარგია, თავი ისევ დუბაიში მგონია. ჩამოსვლის მთავარი მიზეზი მეგობრები არიან. სერბეთში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ახლა რამადანის თვეა. არ ვარჯიშობ და არ ვიბრძვი. ამიტომ დრო გამოვიყენე, რომ ჩემს გულშემატკივრებს და მეგობრებს ვსტუმრებოდი. ცოტა ხნის წინ დუბაიში ვიყავი, სადაც ჩვენი გუნდის წევრებს გულშემატკივრობდი. დიდი ღამე იყო. 7 მებრძოლი გვყავდა და უმეტესობამ გაიმარჯვა. ხაბიბი მათ ძალიან მაგრად ამზადებდა. რაც შეეხება ჩემს ვირუსულ ფრაზას ენტონი ჯოშუასთან დაკავშირებით 2-3 წელი დაღესტანში. მინდა განმარტო, ეს არ იყო უბრალოდ ხუმრობა. როცა დენიელ კორმიეს ველაპარაკებოდი, მან თქვა, რომ სურდა მისი შვილი მაღალი დონის მოჭიდავე გამოსულიყო. მე ვუთხარი, რომ ამერიკაში ამას ისე ვერ გააკეთებენ, როგორც საჭიროა. გამოვში ჩვენთან დაღესტანში 2-3 წლით. ჩვენ მივხედავთ და უკან ამერიკის ჩემპიონი დაგიბრუნდება მეთქი. ჭიდაობა ისეთი სპორტია, 5 წუთში ვერ ისწავლი. ამას წლები და მოთმინება სჭირდება. თავიდან ფეხბურთით ვიყავი გატაცებული. შემდეგ 2 წელი ორთაბრძოლებისგან შევისვენე. მაგრამ მერე მივხვდი, რომ მაღალი დონის მიღწევა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითაა შესაძლებელი. დღეს MMA ისეთ დონეზეა, ვეღარ იქნები მხოლოდ მოკრივე, ან მხოლოდ მოჭიდავე. ყველაფერი უნდა შეგეძლოს. ჩემთვის სამბო საუკეთესო ბაზაა MMA-ისთვის. ჭიდაობა ძალას გაძლევს, მაგრამ სამბო ტექნიკაა. ერთმა პატარა ილეთმა შეიძლება მთელი ბრძოლა შეცვალოს. ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და გარდამტეხი მომენტი ხაბიბთან მეგობრობა და მამამისის აბდულმანაპის ხელმძღვანელობა იყო. მთავარი სწორედ გუნდის არჩევაა. ჩვენ უბრალოდ თანაგუნდელები ან სპარინგ პარტნიორები არ ვიყავით. ჩვენ ძმები ვართ. ხაბიბი, მიუხედავად იმისა, რომ კარიერა დაასრულა და შეუძლია აკეთოს რაც უნდა, მაინც ჩვენს გვერდითაა და სურს მისი ძმები მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ. აბდულმანაპმა მასწავლა დისციპლინა. ის ყოველთვის მეუბნებოდა: "იყავი მომთმენი
და შენი დროც მოვა. მე მისი მჯეროდა. ჩემი ერთადერთი მარცხი კარიერაში დიდი გაკვეთილი იყო. მაშინ მეგონა რომ დაუმარცხებელი ვიყავი, მაგრამ ღმერთმა დამანახა რომ ჯერ მხოლოდ დამწყები ვიყავი. ამ მარცხმა სრულიად შემცვალა. უფრო ჭკვიანი მებრძოლი გამხადა. რაც შეეხება ჩარლზ ოლივეირასთან მოგებულ პირველ ქამარს, ამისთვის მთელი ცხოვრება ვიშრობე. 15-20 წელი დარბაზში, ოჯახისა და გართობის გარეშე. იმ მომენტში, როცა მან ხელი სამჯერ დაარტყა და დანებდა, ვიგრძენი ემოცია, რომელიც არასოდეს განმეორდება. მივხვდი, რომ საქმე დასრულებულია და ოცნება ახდა. ახლა უკვე ორმაგი ჩემპიონი ვარ და pound for pound საუკეთესო მებრძოლი, მაგრამ შიმშილი არ გამქრალა. ჩემი შემდეგი მიზანი ქვესაშუალო წონის ქამრის დაცვაა. ბოლოს კი მინდა სერბ ახალგაზრდებს უთხრა: სპორტ შეუძლია თქვენი ცხოვრება შეცვალოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს MMA იქნება თუ ჩოგბურთი. მთავარია იყოთ სუფთა ცხოვრების წესის მაგალითი, სიგარეტისა და ალკოჰოლის გარეშე, როგორც ამას ჩვენი გუნდი აკეთებს. მადლობა სერბეთ სტუმართ მოყვარეობისთვის. ვინაიდან ისრაელ ადესანია ძალიან ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია, მინდა გაგიზიაროთ მისი ისტორია. ადესანიას გზა MMA-ით არ დაუწყია. ჯერ ტაეკვანდოთი დაიწყო, შემდეგ კრივში გადავიდა, შემდეგ კიკბოქსინგში და ბოლოს მუაი-თაიში. UFC-ში გადასვლამდე მან კიკბოქსინგში 100-ზე მეტი ბრძოლა ჩაატარა, რაც თვალსაჩინოა, იმიტომ რომ მას ძალიან ლამაზი და უნიკალური დარტყმითი ტექნიკა აქვს. ადესანიას ხშირად საშუალო წონის ისტორიაში საუკეთესო დარტყმელს უწოდებენ. იდეალური დისტანცია, მატყუარა მოძრაობები, ენერგიის მინიმალური დანახარჯი. ყველასთვის ცნობილია, რომ ის ბრძოლებს არა ძალით, არამედ ინტელექტით და ტაიმინგით იგებს. ეს არის მებრძოლის უიშვიათესი მაგალითი, რომელიც გახდა UFC-ს ჩემპიონი და ამავდროულად ფლობდა ტიტულებს გლორიში, ანუ კიკბოქსინგში. რა თქმა უნდა, მსგავსი მებრძოლი მსოფლიოში ერთეულებია. ანიმე და გიგ კულტურა. ადესანია არის უზარმაზარი ფანი ნარუტოსი, დრაგონ ბოლის, დეზ ნოუთის და მსგავსი ანიმეების. ის ხშირად გამარჯვებებს აღნიშნავს ანიმე სტილში. ბრძოლებზე გამოდის ანიმეს თემების მუსიკების თანხლებით. ილეთებს არქმევს პერსონაჟების სტილში სახელებს. მისი მეტსახელი კი The Last Stylebender არის ანიმაციური სერიალიდან ავატარი, The Last Airbender. MMA-მდე ის პროფესიონალური ცეკვით იყო დაკავებული, ამიტომ მისი მოძრაობები ზეპლასტიკურია. და რა თქმა უნდა, კამერებთან მუშაობა მებრძოლთა უმეტესობაზე უკეთ ეხერხება. ადესანია დიდი ხნის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი საშუალო წონაში და ჰქონდა რეკორდები ტიტულების დაცვაში. ყველას კარგად ახსოვს, როგორ დაბრუნდა დამარცხების შემდეგ და დაანოკაუტა პუატანე, ან თუნდაც როგორ ავიდა ზედა წონაში და ბლაჰოვიჩთან იჩხუბა. ბევრი მებრძოლი აღიარებდა, რომ მასთან ჯერ კიდევ გალიაში შესვლამდე მარცხდებოდა. ადესანია გახდა ეროვნული გმირი, გაიზარდა ნიგერიაში, გადავიდა ახალ ზელანდიაში, გახდა UFC-ს პირველი ჩემპიონი ამ ქვეყნიდან. მისი გზა კლასიკური ისტორია არაფრიდან მსოფლიოს ვარსკვლავობამდე. ძალიან ბევრი მებრძოლი და მწვრთნელი ისრაელ ადესანიას შეისწავლის როგორც სახელმძღვანელოს, რადგან მას ჰქონდა იდეალური მოძრაობა, იდეალური დისტანციის კონტროლი. მთავარი სტრატეგია კი კონტრდარტყმებზე მუშაობა იყო. ადესანია 29 მარტს კლიმატ პლეჯ არენაზე რეიტინგის ნომერ მე-14-თან ჯო პაიფერთან იბრძოლებს. როგორ შეაფასებდი ისრაელ ადესანიას შანსებს? შენი აზრით, ამ დივიზიონში შეუძლია კიდევ რამის გაკეთება? თუ ჯო პაიფერთან გამარჯვების შემდეგ ღირსეულად უნდა წავიდეს. მე თუ მკითხავთ, სანამ ამ დივიზიონში ჩემპიონი ხამზად ჩიმაევია, არამც თუ ისრაელ ადესანიას, არამედ საერთოდ არავის არ აქვს შანსი გახდეს ჩემპიონი. მეთანხმები? კარგი, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგაუწყდეს არხის გამოწერა.